გასული კვირის დაიჯესტში მოგიყვებით. Netflix-მა ფაქტიურად შთანთქა ჰოლივუდის ერთ-ერთი მასტადონტი, რომელიც საუკუნეებზე მეტია განაგებდა კინოინდუსტრიას და დღეს ის კინო გაქირავების სერვისის ნაწილია. Disney-მ შეძლო და მოიგონა ხერხი თუ როგორ ებრძოლოს AI მომხმარებლებს და იპოვა ზანიოლი ხერხი, უბრალოდ იყიდა ის. მიდის მზადება ორი ალბათ ყველაზე ლეგენდარულიც, არ იქნება ალბათ სწორი უფრო, ალბათ ამ სიტყვის სრული სინონიმის მქონე ფილმების თუ ფრანშაიზების მიმართ მზადება. ეს არის ბეჭდების ბრძანებლის პირველი სერიიდან უკვე 25 წლის იუბილე და არანაკლებ ლეგენდარული ვარსკვლავური ომების პირველი სერიის 50 წლის იუბილე. სერიალი God of War-ის გარშემო ამბები უფრო და უფრო რეალისტური და უფრო დამაჯერებელი ხდება. Tomb Raider-ის მოყვარულებს ნამდვილად კარგი ამბავი გველის. Crystal Dynamics-მა არც მეტი არც ნაკლები, ერთდროულად ორი ახალი თამაშის პრეზენტაცია მოახდინა. ასევე შევაფასოთ ჩვენს კინოთეატრებში მიმდინარე კინემატოგრაფიული ნამდვილად ფრანშაიზის, უდიდესი ფრანშაიზის ახალი ნაწილი, ეს არის ავატარი. გთხოვთ გამოიწეროთ არქივისაც არ გაქვთ ჯერ გამოწერილი, მოიწონოთ ვიდეო, ჩვენ კი დავიწყებთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so ცოტა დაგვიანებით, მაგრამ საფუძვლიანად გავიაროთ Netflix-ისა და Warner Brothers-ის ცეცხლოვანი ტანკო. Netflix-მა გააკეთა ის, რაზეც 5 წლის წინ ინტერნეტში უბრალოდ ხუმრობდნენ. სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ჰოლივუდური სტუდია პირდაპირ გაგებით შთანთქა. Warner Brothers Discovery ოფიციალურად 82.7 მილიარდ დოლარად გაიყიდა. გარიგება 2026 წლის შემოდგომაზე ანტიმონოპოლიური შემოწმების შედეგად დაიხურება. ამიერიდან Netflix ეკუთვნის ყველაფერი. პირდაპირ მნიშვნელობით ყველაფერი, Harry Potter-ი, ბეჭდების ბრძანებელი, DC-ის კომიქსების მთლიანი სამყარო. სამეფო კარის თამაშები, მთლიანად ტელეარხი, ზოგადად HBO, მატრიცა, შეშლილი მაქსიდან, კიდევ უამრავი სავაჭრო ნიშანი, რომელთაგანაც ასობით უკვე აღარ ახსოვთ და რეალურად კარგი პროდუქტია. გარდა ამისა, Netflix-ი მფლობელობაში არის არქივი ყველაფრისა, რაც კი Warner Brothers-მა 100 წლის განმავლობაში გადაიღო. ამ გარიგების გააზრება ახლა რთულია და სირთულე ციფრებში არ არის. სირთულე იმაშია თუ ვინ იყიდა. Warner Brothers ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც მთელი მე-20 საუკუნე იდგა. კასაბლანკა, მოქალაქე კეინი, პირველი ანიმაცია, პირველი მასობრივი ბლოკბასტერი, პირველი დიდი ფრენჩაიზები და უცებ ეს გიგანტი აღმოჩნდა კანტორის შიგნით, რომელიც 20 წლის წინ ფოსტით DVD-ს დისკებს აგზავნიდა და კინოსტუდიებს ეხვეწებოდა ლიცენზია თუნდაც ძველ შოუებზე მიეცათ. მაგრამ როგორც ხედავთ, როლები შეიცვალა. კომპანიები, რომლებიც Netflix დასცინოდნენ, ახლა Netflix-ზე მუშაობენ. მაგრამ გამარჯვებაც ორაზროვანია. რადგან ბიბლიოთეკის სიმდიდრესთან ერთად მოვიდა პასუხისმგებლობა, რომელსაც Netflix-ი აქამდე რეალურად გაურბოდა. აღარ იქნება დასაშვები ექსპერიმენტები შოუების ათობით შტამპოაზე იმ იმედით, რომ რომელიმე გაამართლებს. ამიერიდან ნებისმიერი შეცდომა სამაგად მასშტაბირდება. ასევე ძალზე საინტერესოა Warner Brothers Games-ის სათამაშო განყოფილების ბედი. როგორც ირკვევა Netflix-მა ამ გარიგების ფარგლებში Warner Brothers-ის სათამაშო ბიზნესს არანაირი ღირებულება არ მიანიჭა. Netflix-ის თანააღმსურებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ Warner Brothers-ის სათამაშო სტუდია უმნიშვნელო ნაწილია საერთო სურათთან შედარებით. მიუხედავად Hogwarts Legacy-ის გიგანტური წარმატებისა და ისეთი ძლიერი ფრანშაიზების, როგორიცაა Mortal Kombat ან Batman Arkham-ი, Netflix-ა მათი ღირებულება გარიგების ფინანსურ მოდელში არ გაითვალისწინა. პიტერსმა აღნიშნა, რომ მათ რა თქმა უნდა უხარია და აქტივებისა და შესაძლებლობების მიღება, მაგალითად Harry Potter-ის სამყაროს განვითარებისთვის, მაგრამ თავიდანვე არ თვლიდნენ მათ ფინანსურად მნიშვნელოვანს. მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული მომენტი აშკარაა. კინოინდუსტრია აღარ არის ის კინოინდუსტრია. ის გახდა კონტენტ ინდუსტრია, სადაც იმარჯვებს ის, ვისაც აქვს გავრცელების ყველაზე დიდი პლატფორმა, ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა და ყველაზე დიდი მონაცემები მაყურებლების ქცევასა და სურვილებზე. ადრე ეს სამი საერთოდ სხვადასხვა ბანაკი იყო. ახლა კი ეს ყველაფერი ერთი და იგივეა და მას Netflix-ი ქვია. ყველაზე უცნაური ისაა, რომ გარდამავალი შოკი დიდხანს არ გაგრძელდება. წელიწად ნახევარში მაყურებელი შეეგუება იმას, რომ ახალი Batman-ის პრემიერის წინ, წითელი ენასო იქნება, ხოლო HBO სერიალებს, რაღაცა Netflix-ის პროდუქტებთან, იგივე Witcher-თან ერთად ნახავთ სიაში.
მაგრამ ინდუსტრია არა. ჰოლივუდისთვის ეს დარტყმა. შედარებით იმასთან, რომ რაცნა დისნეიმ, პიქსარის, მარველის და ლუკასის ყიდვესთან, ოღონდ ეს უფრო დიდი მასშტაბის არის. Netflix-ი არის თვითონ უკვე ახალი ჰოლივუდი. და დანარჩენები იძულებულები არიან ეს ფაქტი აღიარონ. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში, საინტერესო იქნება მათი წაკითხვა. სანამ მსოფლიო კინოსაზოგადოება Warner Brothers-ის იმპერიის გარშემო არსებულ ხმაურიან გარიგებებს ადენებდა თვალს, გართობის ინდუსტრიის კიდევ ერთმა გიგანტმა ზედმეტი ყურადღების მიპყრობის გარეშე არანაკლებ ეპიკური ნაბიჯი გადადგა. Disney, რომელიც დაიღალა იმ შემოქმედებით ენთუზიასტებთან ბრძოლით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პატარ-პატარა ვიდეო შედევრებს ქმნიდნენ, ადგა და რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპით, თუ ვერ ამარცხებ, უხემძღვანელე. კომპანიამ დაადასტურა $1.5 მილიარდ ინვესტიცია OpenAI-ში, რომლის არსენალშიც სწორედ ვიდეოს გენერირების ერთ-ერთი მოწინავე ინსტრუმენტია, როგორც არის ყველასთვის ცნობილი Sora. ახლა OpenAI ვეღარ შეძლებს Disney-ის სურვილების იგნორირებას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით. მაგრამ მეორეს მხრივ Disney ხსნის ცნობას თავის ანიმაციური პერსონაჟების თელ ზოოპარკზე. კლასიკური მიკი მაუსიდან და კონკიდან დაწყებული ვარსკვლავური ომების და მარველის გმირებით დამთავრებული, თუმცა მხოლოდ შემოქმედებისთვის და არა კომერციული გავრცელებისთვის. და ის სწორედ ამაში მდგომარეობს ბიზნესის თვალსაზრისით გენიალური სვლა. Disney იმედონებს, რომ ერთი გასროლით არა ორს, არამედ კურდღლების მთელ ფარას დაიჭერს. კამპანია ოცნებობს, რომ თავად მოახდინოს ფანების მიერ შექმნილი კონტენტის მონეტიზაცია. ეს შესაძლოა საკუთარი Disney Plus-ის სტრიმინგის პლატფორმის მეშვეობით ან სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე. ამავდროულად, მათი დახმარებით ახალი თაობისთვის თავისი ცნობილი, მაგრამ ზოგჯერ მივიწყებული სახეების პოპულარიზაციასა და გაცოცხლებას გეგმავს. და, რა თქმა უნდა, Disney საკუთარ კინოწარმოებაშიც მძლავრ გარღვევას ვარაუდობს, რადგან მიიღებს ცნობას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე, არა მხოლოდ საბუღალტრო სისტემებში, არამედ პროფესიონალურ კონტენტის შესაქმნელად. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, Disney მიიღო ექსკლუზიური შესაძლებლობა იმ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის, რომელიც ესე სჭირდებოდა. ეს არ არის უბრალოდ პარტნიორობა, ესაა ახალი ტერიტორიის სტრატეგიული იმიტაცია. პიტერ ჯექსონის ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია იუბილეს უახლოვდება. 2026 წელს პირველი ფილმის გამოსვლიდან 25 წელი გადის. Warner Brothers-ი გეგმავს ფილმების კინოთეატრებში ხელახლა გაშვებას, მათ შორის გაფართოებული სარეჟისორო ვერსიებისა. თუმცა მთავარი სიახლე ეხება ფილმს ნადირობა გოლუმზე, რომლის რეჟისორიც იქნება თვით გოლუმი ენდი სერკისი, ხოლო პროდიუსერად პეტერ ჯექსონი წარმოგიდგება. თავდაპირველად ფილმი 2026 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ პრემიერის გადაწევა მოუხდათ, ის 2027 წლის დეკემბერში გამოვა. საკითხავია, შეუშლის თუ არა ხელს ამ გეგმებს Warner Brothers Discovery-ის ირგვლივ არსებული, ესე ვთქვათ, გაურკვევლობა. პარალელურად 2027 წელს ვარსკვლავური ომების 50 წლის იუბილეც არის. Disney ამ გრანდიოზული თარიღისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება 1977 წლის ორიგინალური ფილმის ახალი იმედი კინოთეატრებში დაბრუნება. შესაძლოა პირვანდელი ხელუხლებელი, ესე ვთქვათ, სახით, ან ახალი სარესტავრაციო პროგრამების დახმარებით, რომლებიც წინა ინფორმაციაში მიხვდით, რომ უკვე საკმარისად აქვს, მაგათით გაუმჯობესებული. ფანები ელიან მასშტაბურ ღონისძიებებს და ახალ პროექტებს, რომლებიც ამ ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს მიეძღვნება. ამასობაში Prime Video თავდაჯერებულად უყრის საფუძველს God of War-ის ეკრანიზაციას და ამას აკეთებს საკადრო გადაწყვეტილებებით. რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს გრძელვადიან გათვლებს აღნიშნულ ფრანშაიზესთან დაკავშირებით. ფრედერიკ ტუა, The Boys-ის, ანუ ბიჭების, Fallout-ისა და ემიზე წარდგენილი შოგუნის, არ ვიცი შემისწორეთ, რეჟისორი კრატოშის შესახებ სერიალის პირველ 2 ეპიზოდს გადაიღებს. ფაქტობრივად, სწორედ ის განსაზღვრავს სერიალის ვიზუალურ ენას, რიტმს და ემოციურ ტონსაც. ტუა გახდა ის რეჟისორი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ზღვარზე მუშაობა. რაღაცა ძვირად ღირებული ბლოკბასტერისა და დრამატული ნერვის რაღაცნაირად შეხამება. სწორედ ეს ჭირდება God of War-ს, რომელიც მთელი თავისი მითოლოგიითა და ეპიკურობით რჩება ისტორიად საბოლოო ჯამში მაინც ორ ადამიანზე.
გატეხილ ღმერთსა და მის შვილზე. ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი ნამდვილად ესეთია. რომელსაც კლასიკური სახსტიკი ექშენიდან გადაიქცნენ სრულფასოვან დრამად მიღებაზე, მემკვიდრეობაზე და იმ მძიმე სამუშაოზე, რომლის შესრულებას კრატოს უწევს არა ცულით, არამედ საკუთარი გულითა და გონებით. და თუ სერიალს მართლაც სურს იმავე ემოციურ სიბტყეში მოხვედრა, რაც საწყის ეპიზოდებში აუცილებლად უნდა მოხდეს, მაშინ მათ უნდა გაითვალისწინონ პირველივე შეხება, პირველივე ურთიერთობა კრატოსისა და ატრეუსის. იმიტომ რომ მთელი თამაშის, ბოლო ორი ნაწილი დგას მათ ქიმიაზე ურთიერთობისას. ნახოთ აბა რა გამოვა ველოდებით სულ მოუთმენლად. Tomb Raider-ის დაბრუნება The Game Awards-ზე ძალზე სტამბეჭდავი აღმოჩნდა. Crystal Dynamics-მა და Amazon Games-მა ინტრიგა არ გააჭიანურეს და ერთდროულად ორი თამაში გვაჩვენეს. დიდი ახალი ნაწილი და პირველი თამაშის ახლებური გააზრება. დავიწყოთ Tomb Raider კატალისტით. ეს არის სერიის სრულფასოვანი ახალი ფლაგმანური ნაწილი პირველი 2018 წლის შემდეგ და დეველოპერების განცხადებით ყველაზე მასშტაბური ფრანშაიზის ისტორიაში. თუმცა უცნაური იქნებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო. ლარა ჩრდილოეთ ინდოეთში მიემგზავრება, სადაც მითიური კატაკლიზმი ძველ იდუმარ ძალებს გაანთავისუფლებს. სცენაზე ასევე გამოდიან კონკურენტი განძის მაძიებლები, რომლებიც მზად არიან ნაპოვნი მთელი მსოფლიოს საზიანოდ გამოიყენონ. Gameplay-ის მხრივ აქცენტი კეთდება დონეების ვერტიკალურობაზე, მასშტაბსა და კვლევაზე. ჯუნგლები, მთები, ნანგრევები, სიღრმისეული დონეები, საიდუმლოებითა და რთული ნავიგაციით. პლატფორმინგი ისევ ხდება გამოცდილების ცენტრალურ ნაწილად. ეს ფაქტობრივად ფესვებთან დააბრუნებს, ოღონდ უკვე AAA ბიუჯეტითა და ტექნოლოგიებით. რელიზი დაგეგმილია 2027 წლისთვის. მეორე თამაში Legacy of Atlantis ეს არის 1996 წლის Tomb Raider-ის რიმეიკი. უფრო ზუსტად კი სრული გადააზრება მაგ ნაწილის. პროექტი სერიის 30 წლის იუბილეს ეძღვნება და 2026 წელს გამოვა. და იქნება სრულიად Unreal Engine 5-ზე. სიუჟეტურად ეს ისევ ატლანტიდის მემკვიდრეობის არტეფაქტების ძიება და მოგზაურობა პერუში, საბერძნეთში, ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში იქნება. თუმცა სტრუქტურულად თამაში ძლიერ გაფართოებული არაა, მაგრამ გადამუშავებულია მთლიანად თავსატეხები. განახლებულია ბრძოლა, უფრო რთული ხაფანგები, თანამედროვე ტემპი. ავტორები ხას უსვამენ, რომ ორიგინალის სულის შენარჩუნება იყო მთავარი მათი ამოცანა. მარტოობა, საფრთხის შეგრძნება იმის თუ რა პატარა ხარ ამ უზარმაზარ სივრცეში და ჩვენ ნახავთ, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო 96 წლის Tomb Raider-ი, მაშინდელი ტექნოლოგიური შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო და თანამედროვე, ესე ვთქვათ, გასაქანი რო ყოფილიყო. რა ვიცი, მე როგორც Lara Croft-ის და Tomb Raider-ის გულშემატკივარი და ფანი სულ მოუთმენა თვენლი, იმედია სხვა ჩემი მსგავსის გულშემატკივრებსაც გაგიხარდეთ ეს ამბავი. ფაქტურად 2 წელიწადში მივიღებთ 2 სრულფასოვან რელიზს. ჩვენს კინოთეატრებში გადის ფილმი ავატარი 3 ცეცხლი და ფერფლი. არ ვიცი რამდენად გულშემატკივრები ხართ, ეხა შეიძლება მე უშუალოდ ცოტა მიკერძოებული ვიყო, იმიტომ რომ აღნიშნული ფრანშაიზის, რა ვიცი, თავგადაკლული ფანი ვარ და გულშემატკივარი კიდე შეიძლება ვერ გამოხატავდეს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ვეცდები ცოტა ისე რაციონალურ ჩარჩოებში ვილაპარაკო. ფილმით, არ ვიცი. შეიძლება მინუს უშვებ იმისას, რომ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და ისევ წერ ამ ხმას და ვაკეთებ ვიდეოს, მაგრამ არ ვიცი, არაჩვეულებრივი იყო. ვინც ხართ გულშემატკივრები, ახლა ალბათ ჩემი თქმაც არ გინდათ უკვე ან ნანახი გაქვთ, ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ყურებას და არინანებთ კი არა, არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესოა. წინას 2 ფილმიდან შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ეს ყველაზე კარგია, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ, რომ ავატარი დრამატურგიულად, დიდი არაფერი სასწაული ღირებულების ფილმი არ არის. რაღაცა ნათხოვარი ამბავი არის, უმეტესად ინდიელების და ევროპელი დამპყრობლების შესახებ, ცოტა გათანამედროვებული, გადატანილი სხვა გალაქტიკაში, სხვა მოცემულობაში და ყურებადობა მისი არის ისე თითქოს უკვე ნანახი გაქვს, რაღაცა მსგავსი, ეგეთი შეგრძნება რჩება. მაგრამ ვიზუალი მესმის მოლოდინი იმისა იყო, რომ რაღაცა 2009-ში ეს ყველაფერი შეიძლება ვაუ ეფექტს ახდენდა, მაგრამ
დღეს რაღაცა ამდენი წლის შემდეგ თითქმის 15 წელიწადზე მეტი გასული ეხა რა ვაიმე კი ეხა შეუძლიათ გაუცება ეხლაც რაღაცა სასწაული ხდება ეკრანზე ეს არის რაღაცა ვიზუალური ატრაქციონი მესმის რომ აი 3D-მ როგორ უნდა გამაკვირვოს როგორ უნდა დავიჯერო თქვა მე ხო ვიცი რომ ეს მულტფილმია პირობითად იცოდეთ რა ამ ეგრეთ ძიოლათაც არის ერთი და იგივე სახემბავები და ერთი და იგივე ტილოზე ხატავდნენ მხატვრებად და ზოგიერთი დარჩენ უბრალოდ ნოუნეიმებად ზოგიერთი კიდე პიკასო და ვან გოგი იყვნენ ანუ ხელსაწყოს როგორ გამოიყენებ როგორ შექმნი მისით ეგ არის უდიდესი ტალანტი და ჯეიმს კამერონი ამაში ალბათ რა ვიცი პიკასოზე მაღლა დგას ვიზუალი არის რაღაცა ფენომენალური აი 3 საათ ნახევრამდე მიდის ფილმი თავისი წინასწარ შესვლას რეკლამებს აიმყარა რომ დაждები არ გიშვებს მთელი ამ ფილმის განმავლობაში მისტერებული ხარ ეკრანზე და უბრალოდ ტკბები ვიცი ზოგიერთ შეიძლება რაღაცნაირად დაშინებდეს ჟანრი მაგრამ რა ვიცი მე იმედი მაქვს მე ვინც მიყურებ აუდიტორია ნამდვილი კინო მოყვარულები ხარ და არ ყოფთ რაღაცა ჟანრებად კაი ზოგადად კარგია ანუ აი მაგალითისთვის გეტყვით კინოს რო შევადაროთ წიგნი ანუ შეიძლება ადამიანი იყოს მე ძალიან მიყვარს კითხვა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰობი მაგრამ მარტო ვკითხულობ ისტორიულ რაღაცა რომანებს ან მარტო ვკითხულობ დეტექტივს ნუ ხო არ არსებობს ესეთი კარგი ყველაფერი კარგია იქ შეიძლება ტოლკინიც გიყვარდეს და დოსტოიევსკიც ერთად იმიტომ რომ ორივე კარგია კინემატოგრაფიაც მსგავსი ჟანრია მსგავსი ხელოვნება თუ კარგია უნდა გიყვარდეს ყველა და აუცილებლად სანახავია ფილმზე რომ ზოგადად თვითონ სიუჟეტად შევეხო უფრო ღრმა აი რაღაც წინა სერიებიდან რაც იყო მინუსი აქ ახლა უფრო ღრმა არის უფრო მეტად არის წამოწეული ის საკითხები რომლებიც აქამდე თითქოს რაღაცნაირად გვინდოდა მაგრამ ან ცითამა მეაკლდა მეტი ყველანი არიან რაღაც წამოწეულები წინა პლანზე თვითონ ქალის პერსონაჟებიც კიდე არის სასწაული რაღაცნაირად აი როგორ მინდა სწორი სიტყვები შევარჩიო თითქოს იერარქიას აღიარებენ მაგრამ მიუხედავად ამისა არიან სასწაული სიძლიერის აი გბურძგლავს რომ უყურებ მესმის ის რაც გვაღიზიანებს თანამედროვე კინემატოგრაფში უბრალოდ ის კი არის რომ ქალი რატო არ აქვს ტალანტი არ აქვს ნიჭი კამერონივით გადმოსცენ ეს ყველაფერი ეკრანზე და ჩვენ ვართ იმ ეპოქაში როცა ეს განა ვიღაცა გვეუნება აი ადრე როგორც ნათლი მამა გადაიღეს და იცი ძალიან მაგარია მიდი უყურე არა ჩვენ რისკავთ მივდივართ კინოთეატრში იმის კითხვის ნიშნის ქვეშ ნახავ თუ არა ნამდვილ პროდუქტს ნამდვილ შედევრს და მართლაც ეს ხდება რა ვიცი ამ ყველაფერ ჩემს სიტყვის მე კინოს შეფასებას თუ აქვს აზრი არ ვიცი ანუ ხო გახსოვთ მე არ ვაფასებ კინოს როგორც ღირებულობას ზოგადად კინემატოგრაფში მე ვაფასებ ფილმს ღირს თუ არა კინოში წასვლა დიდ ეკრანზე ყურება ხო და ამ ფილმს ვაფასებ არ ვიცი 10-დან 100-ით 1000-ით რა ვიცი აუცილებლად წადით აუცილებლად დატკბით ისიამოვნეთ და რა ვიცი თუ გიყვართ კინო ეს ფილმი სანახავი აუცილებლად ვინც წახვალ და იმედია მე კიდე ერთ ორს მაინც დაგაძალეთ ეხლა წასვლა და ნახვა უბრალოდ ნახეთ რა სიამოვნებაა აი რაღაც ფილმის დამთავრების მერე შევა სკამიდან წამოდგომა რამდენიმე წამი გაგიჭირდეთ კარგ ყურებას გისურვებთ დღეისთვის სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ თუ მოგეწონათ ვიდეო არ დაგავიწყდეთ მისი დალაიქება თუ ზოგადად კონტენტი არხის გამოწერა აბა ნახვამდის I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay, I gotta keep it 100. My money abundant, my project is funded.